ეხლა მთავარი კითხვა რას ეძებს შიხში შესული გამოძიება ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის საქმეზე რა მტკიცებულებებს აგროვებს პროკურატურა დღეს დაკავებული სანდრო წივწივაძის საცხოვრებელ სახლში პოლიციელები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სამართალდამცველები დღის 5 საათზე შევიდნენ სპეცოპერაცია ფანასკერტელის ქუჩაზე ჩატარდა ჩხრეკა ჩაატარა 40-მდე პოლიციელმა რომელმაც თავი არ წარუდგინა სანდრო წივწივაძის ოჯახის წევრებს დედას მამას და ბებიას რომლებიც იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში ამ დროს არ წარმოადგინეს არც სასამართლოს განჩინება ჩხრეკის ორდერი შევიდნენ არ განუმარტავთ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ როგორც თავად ადგილზე მყოფები ჩვენთან საუბარში აცხადებენ სანდრო წივწივაძის ოჯახის წევრები ისინი გადაადგილდებოდნენ ოთახიდან ოთახში თუმცა რას ეძებდნენ და რა გააკეთეს მათ არ იციან ამასთან დაკავშირებით სანდრო წივწივაძის ოჯახის წევრები ამბობენ რომ პოლიციელები სავარაუდოდ მთავარი სამმართველოდან მათთან ბოლო 2 თვის განმავლობაში უკვე მეოთხედ შევიდნენ, თუმცა არც ერთ ჯერზე მათ არ განუმარტავთ რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ. ბოლოს ფორმალურად ჩატარდა სანდრო წივწივაძის დედის გამოკითხვა, რომელიც შეადგინა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ერთ-ერთმა სავარაუდოდ სამართალდამცველმა 4 კითხვა დაუსვა სანდრო წივწივაძის დედას. ბოლო პერიოდში ხომ არ დამუქრებიათ მის ოჯახის წევრებს, ვინმე უცნობი პირები, მხოლოდ ამით შემოიფარგლნენ და წავიდნენ. როგორც თავად ოჯახის წევრები სანდრო წივწივაძის, ასევე მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომელიც ახლა ამ წუთებში მთავარ სამმართველოში შედის სანდრო წივწივაძის დედასთან ერთად გამოკითხვაზე. დაგეგმილი იყო გამოკითხვა სანდრო წივწივაძის დედის დღეს გამოძიებლების მხრიდან, თუმცა რა კითხვები აქვს გამოძიებას მასთან უცნობია. ის არის ერთ-ერთი მთავარი თვითმხილველი და მოწმე მაისში, როდესაც სანდრო წივწივაძეს დაადეს ხელბორკილები საბურთალოზე და ის გადაიყვანეს უკვე ბრალდებული სტატუსით პოლიციის განყოფილებაში სავარაუდოდ იარაღთან დაკავშირებით ექნება დედასთან კითხვები რა იარაღს ფლობდა მისი შვილი და ფლობდა თუ არა კონკრეტულად იმ იარაღს რომელიც დევს საქმეში სანდრო წივწივაძეს შევახსენოთ საზოგადოებას არის ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ჯანგოლაძის ძმის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი როგორც გამოძიება ამტკიცებს ის წარსულში ფლობდა სწორედ იმ იარაღს რომელიც გამოიყენა გელა უძილაურმა ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის დროს მას იარაღის რეალიზება ედება ბრალად და სასამართლო პროცესები ჯერჯერობით არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადასულა. ამეცნენ ვინ იყვნენ საერთოდ მე ვთხარი ადვოკატს მოვიყვანთ არც იმის საშუალება არ მომცეს რომ ადვოკატი მომეყვანა მე ჩემი მეუღლეს ვთხეს შებძანდითო ოქროცხელი მოაწერეთ და თვითონ იქ დარჩნენ და ჩვენ ვიძახოთ რომ ნუ დადიხათ რახან ჩვენ არ გვიშვებთ თქვენ ჩვენთან ერთად იყავით და მე აი ეს ხო არავინ არ გემუქრებათ ჩვენ ვთხარით რომ არა ვინ იყო ვინმე ხო არ მოსულა კლასელი ჩვენ ვთხარით რომ არავინ არ მოსულა მე ოქმზეო წამიკითხა ოქმი თვითონ რომ მე რაც ვთხარი რომ აქ არც არავინ არ გვემუქრება არც არავინ არ მოსულა არც ტელეფონზე არავის არ დაურეკავს და მომაწერინეს ხელი, მაგრამ ფურცელი იყო, არანაირი ის არ იყო, ფურცელი იყო ცარიელი და თვითონ დაწერილზე მომაწერინა მე ხელი. მე გითხრეს რომ ოთახებში შევიდნენ, ის რა ქვია, დედას ოთახიო, რომელიაო, ბებოს ოთახიო, ზუკას ოთახში შევიდნენ და ჩემ ოთახში შევიდნენ, სურათები გადაიღეს. ყველა პროცესზე მე არსებობს ამის ხდომის ოქმები, რომ ვაჟღერებდი მოსამართლეებთან, რომ მოსასმენი აპარატები, მათ შორის სატელეფონო ფარული მიყურადება, ხორციელდება და არც ერთი მტკიცებულება სანდრო წივწივაძის ბრალეულობის არ არის მოპოვებული. ვერც იქნება ფიზიკურად, იმიტომ რომ არანაირი კვეთა უძილაურთან არ ქონია. ეს ხელწერა არის პირდაპირ შაიშმელაშვილის ხელწერა, რომელსაც ჩემის დიდი ეჭვით ისევ და ისევ სანამ არის და ხელმძღვანელობს ამ საქმეს ასრულებს იმ ადამიანების ნებას, რომლებმაც ეს ყველაფერი დაგეგმეს. ჯერ გამოძიება ამ მიმართულებით წარემართა, სადაც შიხში შევიდა და არც ერთი საგამოძიებო მოქმედება ნორმალურად ჩატარებული არ არის, რეალური დამნაშავე პირები დაკავებული არ არის და პლუს ამას კიდევ მოსასმენი აპარატები, რომლებიც დამონტაჟებული ქონა აქ, ამ შემთხვევაში ძიცის რომ მყავს ადვოკატი არ ატყობინებს და ისე მოდის რაღაც არარსებულ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.
დიახ, მოვისმინეთ ოჯახის წევრების ადვოკატის პოზიცია დღევანდელ ჩხრეკასთან დაკავშირებით, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ადვოკატი დარწმუნებულია, რომ პოლიციელებმა მთავარი სამმართველოდან, რომლებიც იყვნენ წივწივაძის ოჯახში ბინაში მისულები წაიღეს მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც მათ სავარაუდოდ ჰქონდათ დამონტაჟებული წივწივაძეების საცხოვრებელ სახლში. ეს პოზიცია აქვთ ოჯახის წევრებსაც, ეს არის მათი მტკიცებით ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც გამოძიება ახლა ცდილობს, რომ წივწივაძეს ბრალი დაუდასტუროს, ვინაიდან სხვა არსებითი რაიმე მყარი მტკიცებულება წივწივაძის წინააღმდეგ გამოძიებას არ აქვს. შეგახსენებთ, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ჰყავს მხოლოდ 2 დაკავებული, მათ შორის წივწივაძე, გელა უძილაური, ეგრეთ წოდებული დაქირავებული კილერი, თუმცა ამ დრომდე მკვლელობიდან 5 თვის თავზეც მთავარი პროკურატურა ვერცემს მთავარ კითხვას პასუხს, ვინ დაუკვეთა ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობა შუაგულ ვაკეში.